სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, ის ეხება იმ მოვლენებს, რომელსაც ქვია ბოლო ჟამის მოვლენები. ეს არის ქრისტეს მეორედ მოსვლა, ატაცება და რომელსაც ეწოდება ესხატოლოგიური მოვლენები. სხვათაშორის აი ეს გაგება, რომელიც ახლა გაიჟღერება, ხომ, რომ თითქოს და დიდი ურვა უკვე შედგა, უკვე იყო, როდესაც ტიტემ დაანგრია იერუსალიმის ტაძარი, გადაწვეს და დაკარგა სახელმწიფო და გაფანტული იქნა ებრაელები, თითქოს და ეს იყო ის, რაც ქრისტემ აღწერა 24 თავში. იქ რა თქმა უნდა, ქრისტე აღწერს ამას გარკვეულწილად, მაგრამ ბოლო მოვლენები გადადის კიდევ მომავალ პერიოდზე და ბევრს წამს, რომ ეს ერთი და იგივეა. ესე იგი იერუსალიმის ტაძრის დანგრევა და ის, რაც უნდა მომხდარიყო და სხვათაშორის რობერტ სპროულიც ერთ-ერთი პიროვნებაა, რომელიც ამას იზიარებს და მე ძალიან გაოცებული დავრჩი მისგან, რომ ესეთი განსხვავებული აზრი ქონდა ჯონ მაკარტურთან მიმართებაში. აი მოდით მოусმინოთ, რას ამობს ეს პიროვნება. Სამწუხაროდ ჩვენ არ ვიცით სახელი და გვარი და ქალია თუ კაცია და ამას სვავს მე და ესე დავასათავრე ზოგს ჯერა რომ დიდი ურვა უკვე მოხდა 70 წელს როცა იერუსალიმის ტაძარი დაინგრა. მე მაქვს ორი კითხვა, მე გავყავი ეს კითხვები, რომელიც დიდი ხანია მემაწუხებდა. პირველი ყოვლისა მე მყავს სიძე, რომელიც ეკლესიასთან გარკვეულწილად რაღაც სექტანტური შეხედულება აქვს. და მან მომცა რამოდენიმე მუხლი ბიბლიიდან, რომელ ჯგუფსაც, რომელშიც ის არის გაწევრიანებული, რომელ სექტაშიც, რომ თითქოს და დიდი ურვა, დიდი გასაჭირი უკვე მოხდა 1900 ახალი წელთაღრიცხვის 70 წელს, სადაც ლაპარაკია ეს თაობა არ გადაივლის მათეს 24 თავში, 36 მუხლში, რომ ეს არის გენეა ალტო, როგორც ის ამბობს, რომ ნიშნავს ამ თაობას, რომ სიტყვა 1000 წლეული სულაც არ ნიშნავს 1000 წელს. და ჯონ მაკარტური პასუხობს მას. დიახ, ეს ნიშნავს 1000 წელს, მაგრამ ის სხვანაირ ინტერპრეტაციას უკეთებს ამას და ეს გასაგებია და კითხვის დამსველი აგრძელებს. შეიძლება მომაწოდოთ რაიმე ისეთი არგუმენტი, რომელიც მას უკან დახევს. გარდა იმისა, რომ ეს არის გენეა ალტოს შესახებ და ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მე მაგალითად ვეტყოდი მას. შენ რა მასალაცას ფლობ? მოდი ახლა თუ გინდა, რომ უფრო მეტი ჭეშმარიტება გაიგო, ნუ ჩაიკეტები ამ სიტუაციაში. და იყავი მზად და იყავი გახსნელი, რომ ყველანაირად შეისწავლო სხვა ინტერპრეტაციები ამის შესახებ. ცხადია, რომ ის არასწორ ადგილას დგას და მას არ აქვს საშუალება, რომ ელემენტარულად გადახედოს და მოусმინოს სხვა ვერსიებსაც. ამიტომ ხდება ესეთი ადამიანი მსხვერპლი. იმისი, ვინც მას ამას ასწავლის. და ვერანაირად ვერ გავაგებინეთ ესეთ იზოლირებულ ადამიანს, რომ არის სხვა ალტერნატიული ვერსია, რომელიც მას უფრო ფართოდ და უფრო ნათლად შეახედებს ამ მუხლზე. ნეტავი შემეძლოს, რომ ამ პიროვნებას წავიყვანო უკან დაიხიოს და მთელი ჰერმენევტიკა შევასწავლო. მან უნდა იცოდეს და შეისწავლოს ბიბლიის ინტერპრეტაცია, რაც ნიშნავს ბიბლიის ინტერპრეტაცია ბიბლიური მუხლების საშუალებით. მარტო ამ მუხლის მოწყვეტა თქვენ ვერაფერს ვერ მოგცემთ. ეს უნდა იყოს შეჯერებული მთლიანად ბიბლიურ სხვა პარალელებთან ერთად, ძველი აღთქმის და რა თქმა უნდა ახალი აღთქმის გამოცხადებასთან ერთად. ეს ზუსტად იმის გამეორებაა, რასაც ჩვენ ამაღამ ვამბობდით. რომ თუ იცით წმინდა წერილის ინტერპრეტაციის პრინციპები, თქვენ სწორ მიგნებებს გააკეთებ, მაგრამ თუ არ იცით ეს პრინციპები, ყოველთვის არასწორ პასუხს მიიღებთ. იმიტომ რომ მუხლს მოწყვიტავთ მთელ კონტექსტს, მთელ ფონს, ისტორიულ ფონს და თქვენ შეგრჩებათ ძალიან არასწორი გაგება. და ამაზე ააშენებთ თქვენ დოქტრინას და ამას შეიძლება მიმდევრების გაუჩნდეს. ეს არის გარანტია იმისი, როცა არ იცი თუ რას აკეთებ. აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენ პილოტი რო აიღოთ და მან მოინდომოს თვითფრენავის ფრენა.
და მან არ დაიწყო ვარჯიში, არ შეისწავლა ყველაფერი, ასევე ინჟინერიაც, ასევე ის თუ როგორ მუშაობს, კომპიუტერული მართვადის სისტემები. ვარჯიშის და სწავლების გარეშე ხომ ვერ გაართმევს ის ამას თავს. და რატომღაც ადამიანებს გონიათ, რომ აიღებენ ბიბლიას ესე მარტივად და უცებ გაიგებენ იქ ყველაფერს. და თუ არის პიროვნება, ლიდერი, რომელსაც აქვს გარკვეული ხარიზმა, ხიბლი და დინამიკა, იცით რომ ასეთ ადამიანებს შეუძლიათ ძალიან უამრავი ადამიანები, რომ მიბაძველები და მიმყოლები გახადონ. ესე მოხდა ხომ? მუჰამედის შემთხვევაში, ასევე ნებისმიერი რელიგიების შემთხვევაში, ჯოზეფ სმითის შემთხვევაში, რასელის შემთხვევაში. და ეს ძალიან ცნობილი ამბავია კალიფორნიაში, მე ადრეც გავხსენეთ. თქვენ თუ გაიზრდით წვერს, თქვით რომ მოსეხართ და ნახევარსაათში 40 მიმდევარი გეყოლებათ. თქვენ შეგიძლიათ უკვე შექმნათ საკუთარი პატარა სამეფო და შეგიძლიათ უბრალოდ განაგრძოთ იმათ ხარჯზე ცხოვრება. და მე ამაზე ხლა ჯონი რომ ამბობდა, ბატონი ჯონი, მე გამახსენდა ტომ ჰენქსის შესანიშნავი ფილმი ფორესტ გამპი. გახსოვთ ხო ფორესტ გამპი წვერს რომ მოუშვებს, ზუსტად აქედან არის ეს იდეა აღებული. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება კრიტიკულადაც იმაშრება, იცით რომ ზემეკია თუ რომელია რეჟისორი და სცენარის ავტორი, ქრისტიანობასაც იმაშრება. მაგრამ ეს რეალობა იყო. გახსოვთ მან ჰიპების მოძრაობაც არის და ისეთი იყო კალიფორნია განსაკუთრებით ყველანი ესეთი ტიპის ხალხი იკრიბებიან და უამრავი სექტები, კაბალადან დაწყებული ტრანსცენდენტალური მედიტაციით მანდარი განვითარებული. და ზუსტად ამას ახსენებს ჯონ მაკარტურიც. მინდა აღვნიშნო რომ აგზელებს ჯონ მაკარტური, რომ ეს ძალიან ტრაგიკულია. როდესაც ადამიანებმა არ იციან წმინდა წერილის ინტერპრეტაცია და ესეც ცდილობენ გარკვეულ მუხლებზე ააგონ თავიანთი შეხედულებები. და საუკეთესო რაც შეგიძლიათ უთხრათ ასეთ ადამიანს არის რომ თქვენ უნდა დაიყენოთ თქვენი თავი ალტერნატივის წინაშე. ამიტომ წაიკითხეთ რაღაცეები, ურჩიეთ მათ, რაც არის ძალიან უამრავი ლიტერატურა ამის შესახებ და ამაზე ძალიან ბევრს უფიქრია. აი ამ მუხლების ინტერპრეტაციაზე. ასევე ურჩიეთ რომ მოусმინოს იმ აუდიო ფირებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ამ თემებზე ჩაწერილი. თუ შენ გინდა რომ იყო ობიექტური, თუ შენ გინდა რომ ფლობდე ჭეშმარიტებას, შენ აუცილებლად უნდა გამოიკვლიო ეს, დრო და ხარჯო, შეისწავლო. აი ეს ურჩიეთ მათ. და უნდა იყოს ის ღია ამის გასაკეთებლად და არ უნდა იყოს ჩაკეტილი, არ უნდა იყოს ახირებული. და თუ არ არის გახსნილი, ჩათვალეთ რომ თქვენ ჩაჭედილი ხართ უკვე ამაში და რაც არ უნდა თქვენ მიაწოდოთ ასეთ ადამიანს, ის ვეღარ დაეხმარება მას. ეს არის მათი შეცდომა. და კითხვის დამსველი ამბობს, რომ მე მას ვკითხე, რატომ იყო მკვდარი ზღვა, ჯერ კიდევ მკვდარი, მაგრამ მას ამაზე პასუხი არ ქონია. ხედავთ? ახეთ რაც არ უნდა არგუმენტი მოუყვანოთ ვერ ესეთ ადამიანს, ხო? მათ ვერ გააგებინებთ ამას. მადლობა და ჩვენ გადავალთ შემდეგ მორი კითხვაზე.